მოგესალმებით, ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათის საინფორმაციო გამოშვების შემდგომ ბიზნეს ინსაიდერი რადიო სივრცის ეთერშია. ვსაუბრობთ რა თქმა უნდა ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე და რა თქმა უნდა ყველა მნიშვნელოვან თემას ჩვენ მოვიხილავთ, როგორც ყოველთვის ჩვენს სტუმართან ერთად, თუმცა ასევე ტრადიციულად ვიდრე წარმოგიდგენდეთ ჩვენს სტუმარს, მანამდე ბუნებრივია დღის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღეს იყოს საკმაოდ საინტერესო თემა, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვნახეთ ორ ძირითად საკითხზე, საკითხი შეეხებოდა ისტორიულ ინვესტიციას, 6.6 მილიარდი ეგლჰილსის ინვესტიცია და განათლების თემა. ბუნებრივია განათლების თემას ჩვენ მოგვიანებით გავშლით, მაგრამ კვლავ დაუბრუნდეთ ეგლჰილსის ნაწილს, რა იყო დღეს პრემიერის მთავარი გზავნილები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რამდენად ზოგადად ეს საკითხები ბოლოს და ბოლოს, ასე ვთქვათ, მიდის ადრესატებამდე, ანუ ოპოზიციის იმ ნაწილამდე, რომელთა მხრიდანაც გვესმის ჩვენ სრულიად არაკვალიფიციური კრიტიკა. გამოვყოთ რამოდენიმე საკითხი, რაზეც კიდევ ერთხელ დღეს ვფიქრობ ძალიან ამომწურავად ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და რა თქმა უნდა პირველ რიგში მინდა შევეხო კვლავ ხელშეკრულების თემას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ძალიან დეტალურად მიმოიხილა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხი და ძალიან დეტალურად ახსნა თუ რატომ არის ხელშეკრულების ნაწილი გასაიდუმლოებული და პრემიერმა მოიყვანა მაგალითი ასევე, რომ მხოლოდ ეკონომიკის მიმართულებით 1500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებაა გასაიდუმლოებული, მათ შორის არის ჯანდაცვის მიმართულებით ხელშეკრულება და მოიყვანა პრემიერმა მაგალითად ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით ასე შემდეგ. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი და ამ ხელშეკრულებაზე გასაიდუმლოება თვითონ შეიძლება ტერმინი ჟღერდეს ასე ცოტა, ასე ვთქვათ, საშიშად ერთგვარად, თუმცა რეალობაში ეს არის ჩვეულებრივი კომერციული პრაქტიკა, როდესაც ასე ვთქვათ, მხარეს შორის დგება ხელშეკრულება, ის მოიცავს გარკვეული ტიპის დეტალებს, გარკვეული ტიპის ნიუანსებს, რომელიც ბუნებრივია რომელიმე ერთი მხარისთვის არ არის სასურველი, რომ გასაჯაროვდეს. ამ შემთხვევაში ეგლჰილს ვინაიდან და რადგანაც ეგლჰილს აქვს სხვა მრავალი ტიპის ხელშეკრულება სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის სხვა სახელმწიფოებთან და მას სულაც არ უნდა ამ შემთხვევაში რომ საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თუნდაც ის დეტალები, სადაც აშკარად ჩანს, რაც სახელმწიფომ გაასაჯაროა იმ ნაწილიდან, რომ საკმაოდ საქართველოზე ორიენტირებული ხელშეკრულება, ბუნებრივია არ უნდა რომ ის უპირატესობები, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს აქვს, ავტომატურად ითარგმნებოდეს სხვა ნაწილშიც და გადადიოდეს სხვა ხელშეკრულებებშიც და იყოს აღქმული როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის პრეცედენტი. შესაბამისად, ხელშეკრულების გასაიდუმლოების ნაწილი არის მხოლოდ ეს და არა სხვა. დღეს პრემიერმა ძალიან ნათლად აღნიშნა, რომ აქ არის საუბარი მხოლოდ მცირე დეტალებთან დაკავშირებულ საკითხზე და არც ერთ შემთხვევაში აქ ბუნებრივია არ საუბრობთ ძირეულ საკითხებზე. პირიქით და მათ შორის თუ დავაკვირდებით, მე არც კი ვიცი რა შეიძლება კიდევ იყოს საიდუმლო, ასე ვთქვათ, ამ ხელშეკრულებაში, ვინაიდან მაგალითად კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ ნაწილში თითქოს არ იყო ასე ცნობილი, ყოველ შემთხვევაში მე ვერ გავიხსენე მანამდე სად იყო გაჟღერებული ეს ნაწილი, მაგალითად პრემიერმა აღნიშნა დავებთან დაკავშირებული საკითხი, რომ ამ შემთხვევაში იმოქმედებს ბრიტანული სამართალი, კონკრეტულად განიხილება ციურიხის არბიტრაჟის მიერ თუ კი და იმედი გვაქვს რომ არა დავა წარმოიქმნა. ეს დეტალიც კი გასაჯაროვდა თუ სად იქნება პოტენციურად დავის საკითხი. სხვა ყველა დეტალი მანამდე არსებული. ის რომ სახელმწიფოს არ აქვს ფინანსური ვალდებულება, ის რომ არ გაუწია გარანტია, ის რომ არ მიუნიჭებია რაიმე ტიპის უპირატესობა ინვესტორთან მიმართებაში, აქ დაფარული არ არის. ეს არის ძირითადი საკითხები ყველა რომელიც შეიძლებოდა საერთოდ გვაინტერესებდეს ამ ნაწილში. და ამ შემთხვევაში მათ შორის ყველა ტიპის პირობა სახელმწიფოს ვალდებულების ნაწილში და ინვესტორის ვალდებულების ნაწილში ნათელია, სახელმწიფოს ფაქტიურად აქვს ნულოვანი ვალდებულება და აქვს თანამონაწილეობა 33% მაჩვენებლით. სხვა შემთხვევაში არის ეგლჰილსის ინვესტიცია მთლიანად და ეგლჰილსი იღებს სრულ ფინანსურ ვალდებულებას
პროექტთან მიმართებაში. სრული დაფინანსების უზრუნველყოფა არის Eagle Hills-ის მხარეს. ეს ნაწილიც, ასე ვთქვათ, ამ ხელშეკრულებიდან არის გასაჯაროებული. რაც შეეხება მიწის თემაზე, ბუნებრივია იყო კითხვაც და პრემიერის მხრიდან ამაზე გამოითქვა, ასე ვთქვათ, პრემიერმა უპასუხა ამ კითხვასაც და ზოგადად მანამდეც არაერთხელ იყო ამ თემაზე საუბარი, რომ არანაირი მიწის გასხვისება აბსოლუტურად არ იგეგმება, აბსოლუტურად ქართული მიწა, ასე ვთქვათ, როგორც არის ხოლმე ფორმულირებული. დღეს ვფიქრობ პრემიერმა ზუსტი ციტირებით უპასუხა, რომ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. პარტნიორ კომპანიას Eagle Hills არ აქვს მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ, მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა არ აქვს Eagle Hills. ძალიან მარტივია. და ეს ნაწილი სპეკულაციებიდან უნდა მოიხსნას, რომ უმაღლეს დონეზე ქვეყნის პირველი პირი, მთავრობის მეთაური საუბრობს, რომ არავითარი შესაძლებლობა არ აქვს Eagle Hills, რომ ეს მიწა იქნას გასხვისებული. შესაბამისად, თავარი ნაწილი სპეკულაციის უნდა იყოს მიწასთან მიმართებაში დასრულებული. აქ არის მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ ერთხელ, რომ სახელმწიფო არის თანამესაკუთრე ამ მიწის და შესაბამისად ეს მიწა არსად არ მიდის, ანუ ეს მიწა რჩება ჩვეულებრივად სახელმწიფოს საკუთრებაში. კიდევ ერთი ციფრი, რომელიც ჩვენ ციფრებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, უბრალოდ აღარ შევალ, ასე ვთქვათ, ამ დეტალებში, ამ ფინანსური შემოსავლების ნაწილში, მაგრამ ჯამში, რაზეც პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Eagle Hills ინვესტიციის მთლიანი ეფექტი ეკონომიკაზე იქნება 11 მილიარდი ლარი. ანუ რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ რაზეც ასე ვთქვათ, მომავალ წლისთვის მივახცევთ მთლიან შიდა პროდუქტს ქვეყნის, აი თითქმის ამის 10%. შეიძლება ითქვას უდნავ მეტიც კი რაღაც შემთხვევაში მხოლოდ ერთი Eagle Hills-ის ინვესტიციის ეფექტი შეიძლება იყოს. დამატებით ეფექტზე აქ საუბარი ამ შემთხვევაში და არა იმ ეფექტზე, რომელიც უკვე იქნება მიღწეული. ეს არის, ვფიქრობ, ის ძირითადი საკითხები, რომელზეც კი შეიძლება კიდევ არსებობდა რაიმე ტიპის განსხვავებული შეხედულება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც რა თქმა უნდა არ წერია ხელშეკრულებაში და ბუნებაში ვერ ჩაიწერება ვერანაირი ეროვნება ხელშეკრულებაში, სადაც ბინების საცხოვრებლის გასხვისებაზეა საუბარი, თუმცა პირველ რიგში ვიდრე საცხოვრებლის გასხვისებაზე ვისაუბრეთ, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ არის საუბარი საცხოვრებელი ფართების მიღმა არსებულ ფართებზე დამატებით და ესა უნდა დაგვავიწყდეს, ხო? ვინაიდან აქ არის საუბარი კომერციულ ობიექტებზე, აქ არის საუბარი სასტუმროებზე, აქ არის საუბარი იახტ-კლუბზე, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ მთლიანად ეს კომპლექსი შედგება მრავალფუნქციური ნაწილისგან, სადაც საცხოვრებელი ნაწილი მხოლოდ ერთია და მის მიღმა არის სხვა ტიპის ობიექტები, ხო? შესაბამისად, თუ კონკრეტულად საცხოვრებლის შემთხვევაში ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ნაწილზე ბუნებრივად არც ერთ შემთხვევაში არ იგულისხმება, რომ სადმე რაიმე ტიპის გარანტია ბუნებაში არსებობს მოქალაქეების დაფიქსირების ნაწილში, რომ აი მოქალაქის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა ქონდეს რაიმე უპირატესობა, მსგავსი არაფერი არსებობს, ეს ყველაფერი გაყიდვები იმ მოცემულობით გაგრძელდება, რა მოცემულობითაც ამას ამ წუთას ბაზარი კარნახობს და საბაზრო ვითარება კარნახობს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავავიწყოთ დეველოპერული ბიზნესი საქართველოში ამ წუთას ძალიან დინამიურად ვითარდება და შესაბამისად ამისა გაყიდვების ტენდენცია გვაქვს, რომელიც გვაქვს. აქედან არაფერი განსაკუთრებული გადახვევა ბუნებრივია არ მოხდება. ეს ერთი ნაწილი ამ შემთხვევაში. და ასევე პრემიერმა ძალიან დეტალურად აღნიშნა, რომ ჩვენი მოლოდინი, ქართული მხარის მოლოდინი, გამომდინარე იმ ფასის მიერი სეგმენტიდან, რომელიც შესაძლებელია ფორმირდეს ბაზარზე, სწორედ კონკურენციის მოთხოვნა მიწოდების არსებული ტენდენციის ანალიზიდან გამომდინარე და არა იმ თქვათ პირდაპირ სიგიჟე ფასიდან, რომელიც $12000 თუ საიდან არის გამოთვლილი კაცმა არის, აი ძალიან ბევრი ვცადე რომ $12000 საიდანმე გამომეყვანა, მაგრამ ვერც ერთი მიდგომით ვერ გამოვიყვანე და არის მომავალში კიდე ყურადღებით უნდა მოусმინო ალბათ რა მათემატიკაა, მინდა ვისწავლო, რომ შეიძლება პირობითად $13000 12-ად გადააქციო, არ ვიცი, ჯერჯერობით არ ვიცით ეგ ნაწილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც პრემიერმა აღნიშნა არის, რომ მოლოდინი დაახლოებით 80%-ის ფარგლებში არის რომ იყიდიან საქართველოს მოქალაქეები და ეს ემყარება არა იმ ასე ვთქვათ ცუდ სიზმრებს, რომელიც ალბათ ეს იზმრება ოპოზიციის წარმომადგენლებს, არამედ რეალური ფაქტების ანალიზს, ბაზრის რეალურ ანალიზს, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს და კიდევ ერთი დეტალი აუცილებლად
აუცილებლად აღსანიშნავი და აუცილებლად გამოსაყოფი, რომ ცალსახად არანაირი ტიპის დამატებითი გარდა კომერციული, გარდა საცხოვრებელი ნაწილისა ნაგებობების არსებობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე, ანუ როგორც თბილისის გონიოში არ იგულისხმება, არც გულისხმობს სპეკულაციას მეჩეთებზე, რომელიც ითქვა, არანაირი ზოგადად არც მეჩეთი, ან რაიმე სხვა ტიპის, რომელიც არ არის აი ამ კომერციულ ნაწილში მოაზრებული, არანაირი ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული და შესაბამისად არც იგეგმება. ესეც მორიგი სპეკულაციაა და აი არ ვიცი, ხანდახან მინდა ხოლმე რომ კიდევ უფრო მსუბუქი ტერმინები ვიხმარო, მაგრამ აი იმ სამარცხვინო სპეკულაციაა მოკლედ და მოკლედ ხალხმა თავისთავი ავიც კიდე სამარცხვინო ჩათვალოს, კიდე წარუმატებლად ან რაც უნდა ამ შემთხვევაში ყოველთვის ასეთი ტიპის სპეკულაცია უბრალოდ წარმოუდგენელი ნაწილია. მე ვფიქრობ დღეს პრემიერმა სრულიად ამომწურავად ისაუბრა Eagle Hill-სთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, უფრო მეტიც ვნახე ინტერპელაციის კითხვები ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ვნახე რომ მის მიღმა, ამ კითხვებს მიღმა პრემიერმა უფრო ცლად ისაუბრა და ასევე ძალიან დამატებით გაშალა თემა. მე ვფიქრობ რომ კიდევ ერთხელ კვალიფიციური დისკუსიის შემთხვევაში აქ არ არის დარჩენილი სივრცე, რაზეც შეიძლება კიდევ ერთხელ დისკუსია არსებობდეს. მე ვფიქრობ აქ არანაირი მეტი სივრცე არ არის, რეალობა ის არის, რომელიც ჩვენ გვაქვს. მოკლედ ეს რაც შეეხებოდა Eagle Hill-სთან დაკავშირებულ საკითხს, კიდევ ერთხელ განათლება კიდევ უფრო დიდი თემაა, ცხადია ამაზე ჩვენ ვერ გავყვებით. ამ შემთხვევაში, ვინაიდან ახლა უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ავთადილ კასრაძე. მოგესალმებით ბატონო ავთო, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით Business Insider-ში რადიო სივრცეში მობრძანებისათვის და მაინც წავალ ასე ვთქვათ დღევანდელი პარლამენტში პრემიერის გამოსვლის ასე ვთქვათ შტაბ-ეჭვლებების გაგრძელება და თემის გაგრძელება. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა IT სექტორზე, IT სექტორიდან შემოსავლების ნაწილზე და აქ ეს ისაუბრა როგორც დასაქმების კონტექსტში, სექტორის ბრუნვის ნაწილში და ბუნებრივია გამოყო როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ამ კუთხით. თუ შეიძლება აი თქვენი შეფასება ამ შემთხვევაში რომ ვითარება რომ აგვიღწეროთ ასე ვთქვათ ის რა საკითხს პრემიერი საუბრობდა, რომ მიმოვიხილოთ ასე ვთქვათ რეალური ჯამური ვითარება რა გვაქვს სექტორში. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით მსმენელებს. ყოველთვის ასიხარულია თქვენთან ეთერში მოსვლა და ძალიან მნიშვნელოვანი თემების გაშლა. როდესაც საუბრობთ IT სექტორზე და IT ინდუსტრიაზე, ეს არის სწრაფად მზარდი ინდუსტრია და ჩვენ მის შედეგებს დღეს უკვე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდაში პირდაპირ ვხედავთ და მინდა გითხრათ, რომ ეს IT ეკოსისტემა, რომელსაც ბატონი პრემიერ-მინისტრი აღნიშნა პარლამენტში, ეს არის ბოლო რამდენიმე წელში შექმნილი ფაქტიურად ნულიდან. შეგვიძლია ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 2021 წლიდან, როდესაც დაიწყო მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ამან უბიძგა, ასე ვთქვათ, მისცა დამატებითი мотиваცია, რომ საერთაშორისო კომპანიები, IT კომპანიები, ტექნოლოგიური კომპანიები ქვეყანაში შემოსულიყვნენ. დღეს მათი რაოდენობა 170 აჭარბებს, დასაქმებული ყავთ 10,000-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და საშუალო ხელფასი არის 5-ჯერ უფრო დიდი ვიდრე საშუალო ხელფასი ზოგადად ქვეყანაში. 10,000 ლარს აღემატება საშუალო ხელფასი ამ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ბოლო წლებში ეს პირდაპირ აისახა ჩვენი ქვეყნის ექსპორტზე, იმიტომ რომ მთლიანად ექსპორტის სურათი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე შეცვლილია დღეს ქვეყანაში. IT საერთოდ არ ფიგურირებდა არა მხოლოდ ტოპებში, საერთოდ 20-ს მიღმა იყო და დღეს მაგალითად მთელი ჩვენი მთლიანი ექსპორტის 7% უკვე მოდის IT-ზე. მომსახურების სფეროში 17% მოდის IT-ზე. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარგის კიდევ უფრო განვითარება. რაც შეეხება მთლიანში და მთლიანში და პროდუქტის უკვე 5%-ს გაუტოლდა, როდესაც იყო 2020 წელს მაგალითად 0.1%. ანუ შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვხედავთ, რომ რამხელა როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდაში, რამხელა როლს თამაშობს სამუშაო ადგილების შექმნაში და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილების შექმნაში. გარდა ამისა, წელს ასევე ჩვენი
ერთ-ერთი ინიციატორები ვიყავით ჩვენ ამისი, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი residence permit-ი ბინადრობის ნებართვა IT სპეციალისტებისთვის, უცხოელი IT სპეციალისტებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს IT სპეციალისტებზე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ეს სიტყვა, რომ ნადირობა არის გამოცხადებული აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, რომ ცდილობენ, რომ მისკენ მოიზიდონ, რაც შეიძლება მეტი IT სპეციალისტი. ძალიან ბევრი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ესპანეთიდან დაწყებული, სერბეთით გაგრძელებული და ასევე ჩვენი მეზობელი აბსოლუტურად ყველა ქვეყანა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი ცდილობენ რომ მათკენ მიიზიდონ ტექნოლოგიური ტალანტი და ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და შესაძლებლობას მიცემს უცხოელი IT სპეციალისტებს მარტივად აიღოს residence permit-ი, იცხოვროს ლეგალურად ქვეყანაში, იხადოს გადასახადები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში, იცხოვროს საქართველოში, რაც ჩვენი ეკონომიკის შემადგენელ ნაწილად აქცევს ამ ადამიანებს. კონკურენციაში ვართ, ხომ? ძალიან დიდ კონკურენციაში ვართ. ხშირად არის ხომ რომ აი საქართველოს ხომ არ აკეთებს რაღაცა ისეთ ასე ვთქვათ რომ აი აქაც ევროკავშირის ხო აი ამ ნაწილში იმიტომ რომ ხშირად აი ამ თემაზეც ეხლა Eagle Hills-მა გადაფარა ასე რომ ვთქვათ ეს ნაწილი სპეკულაციურ ნაწილში თუმცა მანამდე მახსოვს რომ იყო თემა რომ აი საქართველოს ხო არ უნდათ უცხო ტომელების შემოსვლა აი ამ ნაწილში ჩვენ გვინდა უცხოელი ტალანტის ქვეყანაში მოზიდვა ცალსახად ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის IT ტალანტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აქ რაც მეტი ტექნოლოგიური ტალანტი ყავს ძალიან დიდ ინვესტორების ყურადღებას იპყრობს ჩვენ ქვეყანაში შესაძლებლობა გექნება რომ დიდი ტექნოლოგიური გიგანტების R&D ცენტრები გაიხსნեն საქართველოში, როდესაც საუბრობთ რომ ჩვენ გვინდა რომ Google-ის ოფისი იყოს, Oracle-ის ოფისი იყოს, Meta-ს ოფისი იყოს, ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ამისთვის რომ ჯერ სწორედ აი ესეთი რაღაცები დავიწყოთ, რომ რაც შეიძლება დიდი ბაზა ტექნოლოგიური ტალანტი შექმნათ. ეს კომპანიები რომელ ქვეყანაში შედიან R&D ცენტრს სადხსნიან, სადაც უკეთესი გადასახადებია, არ არის მათთვის ყველაზე მთავარი გადასახადი. მთავარია რომ მათ შეხვდეთ ის ტალანტი, რითაც ეს კომპანიები დღეს მსოფლიოში ნომერ პირველები თავის საქმეში იმიტომ არიან, რომ ტოპ ტალანტებთან აქვს წდომა. აქ რაც მეტი ტალანტი გეყოდება, უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ამ მიმართულებით და საქართველოს რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის, მეცაც ნეტად გამონაკლისი ვიყოთ, თუმცა სამწუხაროდ აბსოლუტურად ყველა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წარმატებული ქვეყნები, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი აქვთ გამარტივებული, როგორც სავიზო რეჟიმის residence permit-ები, სწორედ IT სპეციალისტებისთვის. ამიტომ ევროკავშირის ქვეყნებიც კი აქ არიან ყველა და ამერიკის შეერთებული შტატებიც მათ შორის აქვთ განსაკუთრებული ექსტრაორდინარი ვიზა სწორედ ტექნოლოგიური ტალანტისთვის, იმიტომ რომ ამერიკა დღეს ნომერ პირველია ნამდვილად მსოფლიოში ტექნოლოგიური მიმართულებით, მაგრამ ისიც აღიარებს, რომ გლობალური ტალანტის შედინება ჭირდება მის ქვეყანაში იმისთვის რომ ეს შეინარჩუნოს და კიდევ უფრო განავითაროს თავისი ლიდერობა ტექნოლოგიური მიმართულებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოს პირიქით ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ იგივე შეღავათები და რესურსები რო სხვა ქვეყნებში აქვს, საქართველოს კიდევ რითი შეიძლება იყოს საინტერესო ამ ტექნოლოგიური ტალანტისთვის. კი ბატონო, სად შევიქმნათ კონკურენტული უპირატესობა ამბავში, ხომ როდესაც საუბრობთ რომ არა მხოლოდ თქვა პირდაპირ არა მხოლოდ ჩვენი კატეგორიის ქვეყნებთან შევდივართ კონკურენციაში, არამედ შევდივართ ევროკავშირის ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან, როგორც ახსენეთ და სადი აქ ჩვენ რამდენით მეტი გვაქვს გასაკეთებელი, რომ საქართველოს იყოს თქვა ერთ-ერთი პირველი არჩევანი, როდესაც ისინი არჩევანზე იფიქრებენ. ბატონო, ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რაც მინდა გითხოთ, ეს არის ცვლილებები ინოვაციის შესახებ კანონში და ამ კუთხით შესაბამისი ასე ვთქვათ სტატუსის მოპოვება არის მნიშვნელოვანი, ხო, ინოვაციური სტარტაპის ასე შემდეგ. ვინაიდან ნუ შემდგომ ეს მთელ რიგ უპირატესობას აძლევს ასე ვთქვათ სტარტაპს. აი რა იგულისხმება, როგორ შეიძლება რომ ასე ვთქვათ ეს სტატუსი იყოს მოპოვებული, მიღებული, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილოს კომპანია დამწყები. ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში, იმიტომ რომ პირველად შესაძლებლობა მოგვეცა, რომ როდესაც საუბრობდით რა არის სტარტაპი, ყოველთვის ხან ზოგიერთი კომერციული სექტორი სტარტაპს არქმევდა ახლად შექმნილ კომპანიას, ვიღაცა ამას, ასე შემდეგ. ჩვენ ახლა სამართლებრივად განსაზღვრეთ და ამ შემთხვევაში ვთქვით, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და ეს მერე პირდაპირ ასე ვთქვათ, გადავთარგმნეთ თუ რა მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს მერე სახელმწიფომ ინოვაციურ სტარტაპზე. რა განსხვავება ხო ინოვაციური სტარტაპის ჩვეულებრივი კომპანიისგან არის ის, რომ იმათ აქვთ გლობალური, ასე ვთქვათ, პოტენციალი, გლობალური მასშტაბირებადობის პოტენციალი და
არიან ურთულეს კონკურენციაში. ანუ ქართული ინოვაციური სტარტაპი პროდუქტს ქმნის არაში და ბაზრისთვის, არამედ ამერიკის ბაზრისთვის, არამედ ჩინეთის ბაზრისთვის, ინდოეთის ბაზრისთვის, ევროკავშირის ბაზრისთვის და ასევე აფრიკის ბაზრისთვის. ეს არის ამ ასეთი ბაზრებზე მთელი მსოფლიოში რაც კი სტარტაპ ეკოსისტემა ყველა მაკეთ იყურება. ანუ თავიანთი ინოვაციური პროდუქტს ქმნის ამ ბაზარზე. ანუ ჩვენ ეხლა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი დიდ კონკურენციაში ქართულმა სტარტაპებს გარკვეული უპირატესობები ქონდეს. იმიტომ რომ ჩვენი ქართული სტარტაპები ასე ვთქვათ ეჭიდავებიან კონკურენციაში სტენფორდის უნივერსიტეტის დამთავრებულ სტარტაპებს თავისი მთელი ეკოსისტემით სილიკონის ველის ეკოსისტემით მასაჩუსეტს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დამთავრებულები ასე შემდეგ ტოპ ეკოსისტემებს ეჭიდებიან ბაზრებზე ანუ ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ისეთი პირობები შექმნათ რაც მათ გაუადვილებთ ამ კონკურენციას პირველი როდესაც კი მიიღებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს და აკრიტერიუმი ძირითადად არის ის, რომ ბაზარმა უნდა აღიაროს, რომ ეს ინოვაციური სტარტაპია, რაც ნიშნავს, რომ ან ჩვენს აქსელერატორში გამარჯვებული უნდა იყოს საგრანტო პროგრამაში, ან ასე ვთქვათ, კერძო ვენჩურული საინვესტიციო ფონდის ინვესტიცია ქონდეს მოპოვებული არანაკლებ 100,000 ლარისა, ჩვენი გრანტი არანაკლებ 150,000 ლარისა, ან ენჯელ ინვესტორების ინვესტიცია, რომელიც არის პროფილური ინვესტორები, რომლებიც სტარტაპ კომპანიებში, ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებში აბანდებენ ფულს. და შემდგომ მისი შემოსავლები და ხარჯები უნდა იყოს დაკავშირებული ინოვაციურ საქმიანობასთან, რომელსაც განიხილავს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თითოეულ ამ განაცხადს და გააქვს მთავრობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის. როგორც კი სტატუსს მიიღებს, უბრალოდ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში ცალსახად ეს არ ყოფილა, არსად არ მახსენდება ესეთი უპრეცედენტო შეღავათები, რაც ინოვაციურ სტარტაპებს აქვთ. ანუ 0% გადასახადი პირველი 3 წელი. ეს 0 არ არის რაღაცა მე იმის უკან არაფერი არ იმალება. ეს 0 მართლა 0 არის. მათ შორის ხელფასს, რომელსაც იხდის თავის თანამშრომლებს უხდის ყოველთვიურად ხელფასს 20%-ით, როდესაც ყველა ვიბეგრებით, ინოვაციური სტარტაპი 0%-ით დაიბეგრება. შეიძლება შეუძლია თანამშრომელს აიყვანოს რამდენიც უნდა. თან აქ არა გვაქვს ჩაკეტვა სტარტაპი თუ გაიზარდა ძალიან სწრაფად და თუ 30 თანამშრომელი კი არა 3,000 თანამშრომელი ყავს. ნიშნულობა არ აქვს. ის მაინც 0% დაიბეგრება. მისი კიდევ ერთხელ ყოველწლიურად დაასაბუთოს, რომ მისი შემოსავლები და ხარჯები დაკავშირებულია ინოვაციურ საქმიანობასთან. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს ახლა რომელიმე სხვა კომპანიამ რო არ შეთავაზოს, რომ ჩემი თანამშრომლები ვითომ შემთან გააფორმე, გამორიცხულია, აბსოლუტურად ყველაფერი არის გამჭვირვალე პროცესი და მოწყვდება ეს, მაგრამ ვინც მართლა არის ინოვაციური სტარტაპი, მოკლედ 0% ექნება საშემოსავლო გადასახადი პირველი 3 წელი. ამ 3 წლის მერე ჩვენ ავჩერდებით. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდით და თქვით, რომ წარმატება დაჯილდოვდება შემდგომში. რას გულისხმობ? თუ ამ 3 წლის მერე უკვე რაც არის ასე ვთქვათ, უკვე seed ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით ამერიკული სტანდარტით, ეს არის 5 მილიონი ლარი, თუ ამ ინვესტიციას მოიზიდავს სტარტაპი, რაც ნიშნავს ამ 3 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ვითარდება, იმიტომ რომ 3 წლის განმავლობაში თუ ამ თანხელზე არ გახვედი, შესაბამისად ვეღარ ვითარდები. ანუ სტარტაპი ან სწრაფად ვითარდება, ან სწრაფად ფეილდება. ანუ ნელა მან არაფერი არ არის. მწვანე სტარტაპი არ არსებობს. თუმცა არიან ზოგიერთი ქართველები, რომლებიც მარადმწვანობენ, მაგრამ თუმცა ეს რეალურად ესე არ არის, ხო? ანუ შესაბამისად თუ 3 წელიწადში 5 მილიონის ინვესტიცია აწია, ჩვენ 3 წლით უგრძელებს სტარტაპის სტატუსს და ამ შემთხვევაში 0% არ იქნება რა თქმა უნდა გადასახადი, მაგრამ იქნება 5%. 5% მოგების გადასახადი, 5% საშემოსავლო გადასახადი, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, 20%-ს მაგრივად იხდის 5%-ს. თუ ამ 6 წლის გასვლის მერე კიდე ოღონ ამ შემთხვევაში უკვე სერია A ინვესტიცია რაც ქვიათ 15 მილიონი ლარის ინვესტიციას თუ აწევს კიდე 6 წლის გავლის შემდეგ ჩვენ მას კიდე 4 წლით მთლიანობაში 10 წლით შეიძლება ისარგებლო და ბოლო 4 წელი ექნება 10%-იანი საგადასახადო რეჟიმი. სოლიდური მხარდაჭერაა. ანუ პირველი 10 წელი ჩვენი სტარტაპები იქნებიან კონკურენტულ უპირატეს რეჟიმში არ აქვს სხვა ქართულ კომპანიებთან, იმიტომ რომ ქართული კომპანიების აქაურ ბაზარზე ქმნიან ძირითადად პროდუქტს, ხო? ანუ აქ საუბრობთ ჩვენ გლობალურ ბაზარზე, რომ გლობალურ ბაზარზე მაქსიმალურად კონკურენტულ, ასე ვთქვათ, უპირატესობაში ვერ ვქნებით, მაგრამ კონკურენციაში ვიყოთ, ჯანსაღ კონკურენციაში, ვეპაექროთ სტენფორდის უნივერსიტეტის სტარტაპებს, ვეპაექროთ MIT-ის სტარტაპებს და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს შესაძლებლობას მოგცემს, რომ ქართული სტარტაპებს დაუზოგოთ მაქსიმალურად დიდი საგადასახადო ტვირთი
და მეტად მიმართონ თავიანთი ფინანსები პროდუქტის განვითარებაზე, საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე და ზოგადად მასშტაბირებაზე. კი ბატონო, აი მართლაც ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ, რომ ანუ ყველასთვის, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, ანუ ამ შემთხვევაში ესეთი განსაკუთრებულად მიმზიდველია, როცა ფაქტიურად 10 წელი შეუძლია იფიქროს განვითარებაზე სხვადასხვა სტადიიდან გამომდინარე. წლიანობაში აუცილებლად არის ხოლმე ასე ვთქვათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ვცდილობთ ძალიან ბევრს ვაკეთებთ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, როგორც საკადასახადო კუთხით, ადმინისტრაციული კუთხით. ჯამში სად ვართ ასე ვთქვათ, სოფლიო ტენდენციებს რომ შევედაროთ, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური განვითარების ნაწილში რამდენად სწრაფად ვადაპტირდებით და ვახერხებთ, რომ თანამედროვე მოთხოვნებს ვუპასუხოთ, ასე ვთქვათ და მათ შორის ადამიანები, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდავთ, ჩათვალონ, რომ ეს ქვეყანა არის ამ ტექნოლოგიური განვითარების კუთხით საკმაოდ ესეთი მოწინავე, მინიმუმ არ ჩამორჩება ტენდენციებს. ნამდვილად და დღეს ზოგადად იმისთვის რომ ჩვენ ტექნოლოგიურ რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ ფიქსირდებოდეთ, ამისთვის არის ის, რაც პირველი კითხვა დასვით, ეს არის ტალანტი. ტალანტი არის აბსოლუტურად ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეკოსისტემაში. კვერცხი და ქათამი რო არის ინვესტიცია თუ ტალანტი, ამ შემთხვევაში ეს კითხვა არ არის. ჯერ ტალანტი უნდა შეიქმნას, როგორც კი ტალანტი არის, იქ ინვესტიციებიც ხორციელდება, ტექნოლოგიური კომპანიებიც შემოდიან ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს მათ შორის ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც გახდით დილით, მაგალითად სკილვილის კოლეჯი როდესაც გაიხსნა, რომელიც ასევე ზუსტად ამის ერთადერთი ამ კოლეჯის ერთადერთი მიმართულება ეს არის ტექნოლოგიური ტალანტის შექმნა. შესაბამისად, ბევრი ეს მიმართულებებია საჭირო. უნივერსიტეტების გააქტიურობა არის მაქსიმალურად ჩართული და ვიცი რომ დღეს იგივე ინტერპელაციაზე განათლების რეფორმის ნაწილი სწორედ ეს იყო, რომ ძალიან პროფილურები უნდა გახდნენ უნივერსიტეტები იმისთვის, რომ შეუძლებელია განსაკუთრებით რეგიონში, რომ უნივერსიტეტი ერთნაირ დონეზე ასწავლოს ტექნოლოგიები, ბიზნესი, სამართალი და ასე შემდეგ. და შესაბამისად ის ადამიანები იღებენ დიპლომს, მაგრამ რეალურად კვალიფიკაციას ვერ იღებენ. შესაბამისად ეს პირდაპირ მე აისახება მის დასაქმების უბრალოდ დაუსაქმებლობაზე. აქედან გამომდინარე საჭიროა მნიშვნელოვანი რეფორმა განათლების სისტემაში, იმისთვის რომ ჩვენ თანამედროვე მოთხოვნებზე საპასუხოდ ასე ვთქვათ ვიყოთ მზად, ხო? არის პროფესიები, რომლებიც ქრება, ვიცით, არის პროფესიები, რომლებიც გაქრა და მაინც უნივერსიტეტი ამზადებს იმ სპეციალობებს. დღეს პრემიერს ძალიან საინტერესო მინიშნებები ქონდა ამ საკითხებზე. იგი ნამდვილად, იმიტომ რომ აქ რეალურად მყინეული რეფორმებია გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ბევრი მოწინააღმდეგე ექნება ამ რეფორმას, მაგრამ ეს რეფორმა არის გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალისთვის, იმისთვის რომ საქართველოს იყოს კონკურენტუნარიანი, იმისთვის რომ შევძლოთ ინვესტიციების მოზიდვა და იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და აქედან ჩვენი ერთადერთი ასე ვთქვათ, მიზიდულობა ეს არის ტალანტი. სხვა ჩვენ არა გვაქვს, არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი გვაქვს, ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც ამ სოფლიო ასე ვთქვათ, ვაჭრობაში რამე სხვა მნიშვნელოვან შედეგს ხო არა გვაქვს, მაგრამ არის ტალანტი. ტალანტი უნდა გავაძლიეროთ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მკაფიო პოზიციაზე, მაგალითად ირლანდიაში რაც მოხდა, ხო? ანუ რეალურად ირლანდიაში ირლანდიის დიასპორა მას შორის ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგრამ იმის მიზეზი რომ Facebook-მა იქ ოფისი გახსნა, მაშინ Facebook-ი ახლა მეტა, Google-მა და ასე შემდეგ იყო სწორედ ის, რომ ტალანტი ყავდათ ძალიან კარგი და შესაბამისად მათ ქონდათ შესაძლებლობა, რომ მთელი ევროპა დაეფარათ სწორედ ირლანდიიდან და ჩვენ თუ ტალანტს შექმნით, ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუჩნდება ჩვენს ქვეყანას და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი ცდილობს მის განვითარებას, ღირსეულ დასაქმებას და პირდაპირ ყველანაირი ციფრებით რაც კი საცხადო არის, საჯარო არის 5 ჯერ აღემატება საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიაში, საქართველოს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობის საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი. ამ საერთაშორისო კომპანიებს აქვს შესაძლებლობა დაასაგმოს რამდენი იქნება IT სპეციალისტი. მთელი საქართველოს მოსახლეობა რო 3.7 მილიონი ყველა ვიყოთ IT სპეციალისტი, დასაქმების პრობლემა არ გვექნება. ყველა ვერ იქნება IT სპეციალისტი, რა თქმა უნდა, მაგრამ იგივე ინჟინრების მიმართულებით ძალიან სერიოზული დეფიციტი არის მთელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოში. სამაგიეროდ ყველა აბარებს იურიდიულზე, სამაგიეროდ ყველა აბარებს ეკონომიკურზე, ასე შემდეგ, მაგრამ
სხვა მიმართულებები ბევრად უფრო საჭიროა დღეს და კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან. კი ბატონო, ზუსტად ამიტომ ძალიან საინტერესო იყო პრემიერის გამოსვლა პარლამენტსაც. ნაციზეთ ისაუბრა იგივე რომ ჩვენ არ უნდა გავწიროთ ადამიანები შემდგომი უმუშევრობისთვის, სადაც ვიცით რომ უბრალოდ პერსპექტივა არა აქვს. და წირავთ დღეს ან უნივერსიტეტების დღეს ფაქტია, მხოლოდ იმიტომ რომ უნივერსიტეტებმა მიიღონ რაღაც შემოსავალი, აი მხოლოდ ეს არის რა. იმიტომ რომ მოთხოვნა არის თითქოს იქიდან რაღაცა ტრადიციულად, მაგრამ არის მოთხოვნა, მაგრამ აი მარტო იურიდიულზე იმდენი ადამიანი აბარებს და ესე იგი ყოველ წელიწადს იმდენი იურისტი გამოდის უნივერსიტეტიდან, რომ ჩვენ რაც მოსახლეობა დღეში სამჯერ ერთმანეთს უნდა ვუჩივლოთ, რომ ეს ხალხი დავასაქმოთ. დღეში სამჯერ თორე ისე არ არის მაგდენი кейსები ქვეყანაში და ნუ აქ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომ ისეთი სწორი განათლების სწორად მიწოდება უნდა ხდებოდეს. თქვენ ახსენეთ სკილვილი და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აი სკილვილი ჩემი დაკვირვებით არის ზუსტად მაგალითი სწორი საჭირო განათლების სწორ დროს მიწოდების, ვინაიდან ეს არის ფაქტიურად საშუალება, რომ არ დაკარგო ზედმეტი დრო, ისწავლო რაც საჭიროა და ეს გამოადგება იმ ადამიანს, იმ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც აი ამ სწავლაში ამ ინვესტიციას განახორციელებს და ეს არის, ანუ ასე რომ ვთქვათ, რეალური პროფესიაზე დახელოვნება, რომელიც გაძლევს შენ დასაქმების გარანტიას, ის რაც ყველაზე მეტად გჭირდება. და მაგიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და სკილვილი მართლაც დროს უსწრებს ამ ნაწილში და კარგი მაგალითია ძალიან და ფაქტია რომ ჯამში ჩვენ განათლების რეფორმა ესეთ გადაუდებლად სწრაფად გჭირდება, ვინაიდან სხვაგვარად ჩვენ დავკარგავთ იმ ნაწილს, რასაც თქვენ ტალანტების განვითარების ნაწილში ჩვენ არ უნდა ავწდეთ, თქვათ და ეს მნიშვნელოვანია. ეს იგივე ჩვენი მომავალთაობისთვის კეთდება, ხო, ანუ ჩვენთვის სხვა კეთდება, ჩვენ უკვე გავიარეთ ეგ ეტაპი, ჩვენ უკვე შემდგარი სპეციალისტები ვართ სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის რომ მომავალთაობა რომელიც მოდის, ანუ უნივერსიტეტში დღეს ხე მაგალითად იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე პრობლემაა, სხვა შორის დიდ უნივერსიტეტებში არ ვიფიქროთ რომ ეს მარტო საქართველოს პრობლემა არის და არის ზოგადად განსაკუთრებით აი მთელი ცხოვრება პროფესორები რომლებიც უნივერსიტეტს მიუძღვნეთ, ანუ ეს სიტყვა რომ უნივერსიტეტი ეს არის ცონის ტაძარი, ხო? ანუ რეალურად მომავალი თაობა, დღევანდელი თაობა იმისთვის არ აბარებს რომანტიულად შეყვარებული სწავლაზე აღარავინ არ არის. იყო პერიოდი, როდესაც ესე იყო, რომ ანუ სწავლა და უნივერსიტეტი რომანტიზმთან ასოცირდებოდა. დღეს აქვს ყველას კონკრეტული გეგმა. ეს გეგმა არის მისი კარიერა შედგეს. აბარებს ადამიანი უნივერსიტეტში, რომ ის დასაქმდეს ან თავისი ბიზნესი გააკეთოს, ისწავლოს მისი განვითარებისთვის და არა მაინდა-მაინც რომანტიზმს მიუღოს, რომ ცონის ტაძარში იაროს და ასე ვთქვათ, რა ქვია, შემეცნებული ადამიანი იყოს და არაფერი გააკეთოს. ეს არ არის ამას თავისი ადგილი აქვს, ვისაც თავისი დრო ქონდა რა. ხო, და ანუ დღეს მსოფლიო სხვანაირი არის, თაობები იცვლება სხვადასხვა თაობა სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს 30, 40, 60 წლის წინ სხვანაირი თაობა იყო და სხვანაირად უყურებს მოვლენებს და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ამ თაობის მოთხოვნები და სურვილებს უპასუხოთ სახელმწიფოს მხრიდან. აბსოლუტურად. უნდა მინდა მიუბრუნდე ჯიტას პროექტებს, რომელიც ამ მოთხოვნებს პასუხობს. ზუსტად და ერთ-ერთი ბოლო საგრანტო პროგრამა, რაც ვნახეთ, იყო ასევე ინოვაციების გრანტები რეგიონების 25,000 ლარამდე. აი ამ კუთხით როგორი იყო ტენდენცია, იგივე მოთხოვნა როგორია, როგორ აკვირდებით, განსაკუთრებით რეგიონებში ყოველთვის გვაინტერესებს, რომ აი რა ხდება რეგიონებში. მოთხოვნა ცალსახად იზრდება ყოველწლიურად, ოღონდ ამას რატო ვაკეთებ ზოგადად რეგიონებში, რატო გავაკეთეთ, რომ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხომ მთავარი საგრანტო პროგრამაც, რომელიც არის უფრო დიდი, 150,000 ლარიანი, რომელიც ეხლა 200,000 ლარი გახდა, ასე შემდეგ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ რეგიონებში ცალკე გავსულიყავით. რატო? იმიტომ რომ ხედავთ, რომ ჯერ პირველ რიგში კონკურენციაში ვერ შემოდის რეგიონი დედაქალაქთან და განაცხადებს, რასაც ვიღებთ და ანუ განაცხადებს კიდე ცოტას მოემატა რეგიონებიდან, მაგრამ მომზადებულობის ასე ვთქვათ ნაწილში არის ძალიან დიდი უპირატესობა აქვს თბილის რეგიონებთან მიმართებაში. ამიტომ ეს არის რეალურად ასე ვთქვათ ფუნდამენტის ჩაყრა ინოვაციური ეკოსისტემისთვის რეგიონისთვის. აი ამ პატარა ინსენტივა, რომელიც მთავრობამ გააჩინა 25,000 ლარით, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, აბა რა სტარტაპი გავაკეთოთ, რა ინოვაციებზე ვიფიქროთ, რა ახალი პროდუქტების შექმნაზე ვიფიქროთ და დღეს ვხედავთ, რომ მათ შორის უკვე
ბოლო წლებში წამოვიდა ტრენდი, რომ რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები შემდგომ დიდ კონკურსშიც გამარჯვებულები ხდებიან. და ეს არის სწორი, ასე ვთქვათ, საფუძვლის ჩაყრა ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის. როგორც თბილისში დავიწყეთ, ხო, თბილისშიც ხო დიდი გრანტებით არ დაგვიწყია. პირველი დავიწყეთ, რომ ჯერ ეკოსისტემა შეგვიქმნა, ჰაკატონები დავიწყეთ, ჰაკატონების პრიზებით დავიწყეთ 5000, 1000, 15000 ასე შემდეგ, რომ მეტი ადამიანი ჩართული იყო ამაზე, ეს სწავლათ, როგორ არის სტარტაპის განვითარება, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და დღეს უკვე თელმა, ასე ვთქვათ, საქართველოს უკვე იცის ალბათ იმდენი, ასე ვთქვათ, ახსნა დაგჭირდა, იმდენი საგანმანათლებლო მიმართულებით ჩავატარეთ ის, რომ იდეა არის აბსოლუტურად არაფერი. იდეა ყველას აქვს, უამრავი იდეა აქვს, მეც უამრავი იდეა აქვს, თქვენც უამრავი იდეა გვაქვს. აქ არის მთავარი სწორი მიმართულება მიცი ამ ყველაფერს, სწორად განახორციელო, იმიტომ რომ დღეს მთელ საქართველოში კი არა, ნებისმიერ ადგილზე, რაც არ უნდა ვინმეს იდეა მოგვიფიქრდეს, უნდა ჩათვალოთ, რომ რაც არ უნდა იდეა და უნიკალური გვეგონოს, როგორც კი გადამოწვევ ინტერნეტში 4-5 მინიმუმ ალტერნატივას უკვე შემდგარს ამოგიგდებს. ანუ დღეს უნიკალური იდეების თემა არ არის. დღეს არის ყველაზე კარგად ვინ განახორციელებს ამ ასე ვთქვათ ინოვაციების თემას და აი აქ ამისთვის საჭიროა უნივერსიტეტმა კარგი ცოდნა მოგცეს, სკოლამ დასაწყისში სწარი ცოდნა მოგცეს, რომ იმისთვის ვიყოთ მზად, რომ ეს ყველაფერი სხვებზე უკეთ გავაკეთოთ. აი ამაში არის კონკურენცია დღეს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები და აუცილებლად მინდა გკითხოთ აქ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აი ამ კონკურენციის ნაწილშიც. რამდენად თავსებადია, ასე ვთქვათ, თქვენი საქმიანობა ამ შემთხვევაში და როგორია თქვენი კომუნიკაცია საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პარტნიორობა, რამდენად ასე ვთქვათ, მოგვაქვის წარმატებული იდეები, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ჩამოუვარდებით აღარავის, მინიმუმ ინფორმაციის მიწოდების ნაწილში. დიახ, ანუ აი ამის თავარი რისთვისაც საქართველოს თავრობამ კიდე ანუ გააორმაგა, რასაც გრანტებში ვხარჯავდით. სწორედ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტოპ აქსელერატორებით ჩვენ ქვეყანას შემოვიყვანეთ. 4 ტოპ აქსელერატორით ჩვენ ქვეყანას შემოვიდა. 3 ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 1 ევროკავშირიდან. ამ აქსელერატორებს აქვთ აბსოლუტურად უდიდესი ნეტვორკი მთელ მსოფლიოში. წარმოდგენილი არიან ყველა ბაზარზე და აქვს შესაძლებლობა, რომ ქართულ სტარტაპს დაეხმარონ, კარგად გაიგონ რა ხდება იმ ქვეყნებში, როგორ უნდა გავიდნენ იმ ბაზარზე, რა პრობლემებია იქ, რა ჩელენჯებია, რა ამოცანები არის და როგორ შეიძლება ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპ ფაუნდერებმა აი ეს მოთხოვნა თავიანთი მიწოდებით უზრუნველყონ. შესაბამისად, აი ამას ასე პოზიციონირდებით დღეს მსოფლიოში ჩვენ ძალიან გავააქტიურეთ ბოლო 2 წელია უკვე და წელს და უკვე მოიწიდან კიდე უფრო გავააქტიურებთ ჩვენს საერთაშორისო presence, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, web summit-ი იქნება, CES-ი იქნება თუ JITEX-ი იქნება თუ ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით საქართველოს იპყრობს ძალიან დიდ ყურადღებას. მაგალითად ბოლოს ლისაბონში საქართველოს როდესაც გქონდა side event-ი, ეხლანდელზე, ეხლა ნოემბერში იყო, როდესაც side event-ი გქონდა, სადაც საქართველოს ცალკე გააკეთა, web summit-ის ნაწილი კი არ იყო, ანუ ცალკე გააკეთა, რომ web summit-ის ერთ-ერთ დღეს საღამოს საქართველოს იქნება ცალკე შეხვედრა, სადაც ვისაუბრებთ საქართველოში როგორ უნდა გააკეთო ინვესტიციები, როგორ უნდა დააფუძნო სტარტაპი, რა ხდება დღეს სტარტაპ ეკოსისტემაში და ასე შემდეგ და ნუ ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ველოდით 120 ადამიანს. 350-ზე მეტი ადამიანი მოვიდა აბსოლუტურად საღამოს 9 საათზე მთელი დღე რომ მორჩა web summit-ი, მე აბსოლუტურად დედაქალაქის მეორე ბოლოში ივენტზე, იმიტომ რომ უკვე საქართველოში ხედავენ რომ ძალიან სწორი ტენდენციები მიდის ეკოსისტემისადმი, მართლა გაკვირვებული ვიყავით, უბრალოდ ანუ ყველაზე კარგი მასში 100-120 ადამიანს ველოდით. ხო, და ნუ ესეც მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენ ბევრი პოტენციალი გვაქვს უცხოელი ტალანტის მოზიდვის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, დღეს არის სწორი დღე, რომ სწორად პოზიციონირებდეთ და მართლა ყველაფერი უკვე მოკლედ ისეთი კარგი ეკოსისტემა შევქმნით უკვე ადრეული დაფინანსების მექანიზმებით, ტოპ აქსელერატორებით ქვეყანაში, რომელიც რეგიონში საერთოდ არსად არ არის, ხო და საქართველოში 4 არის. იმისი, რა ქვია, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, საგადასახადო შეღავათები, ტექნოლოგიური ტალანტის მოზიდვა, IT რეზიდენცია, ასე შემდეგ და ეს
ყველაფერი ძალიან კარგ პირობებში გვავყოფებს და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რომ თლიანში და პროდუქტში ზრდა IT კომპანიებზე იყო მეტწილად ასე ვთქვათ დაკავშირებული ასევე აქ სტარტაპ ეკოსისტემა შემოდის უკვე და შესაბამისად ბევრად უფრო სწრაფად ჩვენი ეკონომიკის განვითარების იმედი გვაქვს სწორედ აი ესეთი მიდგომებით. კი ბატონო, მართლაც აი რასაც თქვენ აღნიშნავთ, რომ ის რეფორმები, რომელიც ქვეყნის შიგნით ხორციელდება და ახორციელებდა ის ხელშეწყობა, რომელიც აქვთ ჩვენთან, თქვენი მხრიდან შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებს, ის წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა შემდგომ იძლევა სწორედ ისეთ შედეგებს, რაც ლისაბონის შემთხვევა აღნიშნეთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ კუთხით ჩვენი ტემპი შევინარჩუნოთ, მაგრამ არა თუ ტემპს ვინარჩუნებთ ამ სფეროში, მე რასაც უყურებ ამ მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ფაქტიურად ყოველ წელს რაღაცა სიახლე გვაქვს, რომელიც სფეროსადმი დამატებით მიზიდულობას აჩენს და ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენთან საუბარი, ყოველთვის საინტერესოა, ძირითად თემები მოვიხილეთ, მაგრამ დროც გაგვექცა. ამასობაში დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ავთო. მე ასე ვთქვათ, კიდევ გვექნება საშუალება რაღაცნაირად რომ ეს წელიც შევაჯამოთ, ჯერ კიდევ გვაქვს ამის დრო და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო წელი იქნება. სტარტაპებისთვის, ინოვაციური სტარტაპებისთვის ამ ნაწილში, IT სექტორისთვის ცალკე აღებული. წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ. დღეს Business Insider-ი დასრულებულია. ჩვენ რადიო სივრცის ეთერში დავუბრუნდებით ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. მადლობთ რომ გიყურებთ და გვისმენთ.